მერიაში ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა დაიწყება. შეხვედრაზე დეპარტამენტის განვლილ პროექტებსა და სამომავლო სტრატეგიაზე ისაუბრებენ. როგორც ტურიზმის საკითხებში ბათუმის მერის მრჩეველი ალექსანდრე თევზაძე ამბობს, მერია ტურიზმის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას იწყებს. მისივე ინფორმაციით უწყება ქალაქში ტურისტების მოსაზიდად კომფორტული გარემოს შექმნაზე, ქალაქის განვითარების გეგმასა და პროგრესული მეთოდების დანერგვაზე მუშაობს. მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე თევზაძე მერის მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ერმაკოვის შეთავაზებით სექტემბერში დაინიშნა. ის მერიაში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს. მსოფლიოში ადგილი უნდა მოძებნოს ბათუმმა ტურისტულ ბაზარზე, ამაზე მუშაობა საჭირო სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც პირველ რიგში ჩვენ გვინდა ავაწყოთ, რომ კოორდინაცია მოხდეს, თუნდაც იგივე ტურიზმის დეპარტამენტთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რაც პრინციპში არ იყოს სამწუხაროდ და პირველ რიგში ეს გვინდა გამოვასწოროთ. ეს მოიტანს უკვე სწორ გადაწყვეტილებებს.